ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების და ქართველი საზოგადოების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო რა მიზან მიმართულად მიმდინარეობს რაღაც აი დემურ გიორხელიძეს წარმოჩენა როგორც მისი რეგალიები მეცნიერი აკადემიკოსი მწერალი ანალიტიკოსი მინდა შევახსენო ჩემი თაობის და ჩემზე თუნდაც ახალგაზრდა თაობის ადამიანებს ირაკლი აბაშიძე რომელიც იყო მეცნიერი უდიდესი მეცნიერი აკადემიკოსი რომელიც კაკბეს დავალებით შეიქმნა ფსევდოეროვნული მოძრაობა რუსთაველის საზოგადოება კრუჩკოვის დავალებით და მის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ მეცნიერი და აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე იყო ხოლო მისი თავმჯდომარის მოადგილე კი აკაკი ბაქრაძე მათ ვერ დაუწუნებდით ვერც მეცნიერობას აკადემიკოსობას მაგრამ ეს იყო შექმნილი რუსთაველის საზოგადოება კონსტრუქციული ოპოზიცია კომუნისტური მარიონეტული ხელისუფლებისა საბჭოთა საქართველოსა და კონსტრუქციული ოპოზიცია გარბაჩოვის პერესტროიკისა საპირწონეთ შექმნეს ვითომ და ირაკლი აბაშიძე აკაკი ბაქრაძე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ჰელსინკის კავშირისა და ილია მართლის საპირწონეთ შექმნეს რუსთაველის საზოგადოება ჭავჭავაძისა და აი ესეთი ფსევდოეროვნულები და დღეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და ქართული ოცნება იგივე საგრძელებს რასაც მაშინდელი საბჭოთა საქართველოს მარიონეტული რეჟიმი უზურპირებული თვითვარქვია ხელისუფლებისა საბჭოთა საქართველოსა გუმბარიძე და მაშინდელი კაკბ დემურ გიორხელიძეს არ აქვს მორალური უფლება საქართველოს სიყვარულზე გველაპარაკოს ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოებრიობის სიყვარულზე გველაპარაკოს როდესაც ძნელჯამობის ყველაზე ძნელჯამობის ჟამს როცა ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის ეროვნული ინტერესები სასტოლზე იდგა ის ავაზაკი შევარნაძის გვერდზე იდგა და ის თანამონაწილე იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრევისა ქართველი ერი დღეს სულს ზღაპავს სიღარიბეში ერთ-ერთი თანამონაწილეა ავაზაკი შევარნაძეს და იმ მოღალატეობრივი ძალებისთან ერთად ბოდიშიც არ მოუხდია და გამოდის და ის გამოყავთ თითქოს და მამა აბრამის ბატკე